მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. თავდაპირველად გითხარი მადლობა რომ გვერდთვები, გითხარი პირველ რიგში რა სითვალისწინებს აი სამზადისი, თქვენ მორიგი განცხადება გქონდათ დღეს მთლიანად ჯგუფს, იქ არაერთი წარმომადგენელი იყო საზოგადოების და შემდეგ კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ ამავე თემაზე. მოგესალმებით, ანუნა, მივესალმები მაყურებელს. მე ვერცერთ ჩართვას ვერც ერთ ბრიფინგს ვერ დავიწყებ სხვა წინადადებით, სანამ ერთი სინდისის პატიმარიც მაინც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის, თავისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სასამართლოს დარბაზებიდან აშიშვლებენ რეჟიმს და თავისუფლება იმ ადამიანებს, რომელთა ხმაც ყველაზე ხმამაღლა ისმის 4 კედელშიც კი. და მე კიდევ ერთხელ მინდა მიმართა თქვენი ეთერის მეშვეობით თითოეულ მათგანს. ბიჭებო, მზია, ნინო, იყავით მაგრად, გაუძელით. ხნედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მჯერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებულ საქართველოში ვიქნებით ერთად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ხედავდით სრულიად განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანების ერთად შეკრებას და ერთობლივ განცხადებას. სრულიად განსხვავებული პროფესიის და გემოვნების მქონე ადამიანები დღეს ვიდექით ერთად, ვიდექით ქვეყნის სიყვარულისთვის, ვიდექით იმ ქვეყნის სიყვარულისთვის, რომელსაც ბიძი და ივანიშვილმა ყველაზე მთავარი წაართვა, ანუნა, ეს არის ღირსება და ეს არის თავისუფლება. სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს მართლაც ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ ქუჩაში და აუცილებლად უნდა დავასრულოთ ეს უსამართლობა და მე მჯერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები ყოველდღიურად და არ მინდა ახლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე ვიცი ძალიან ბევრი, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომლებიც მზად არიან იმ შემთხვევაში თუ იქნება ბევრი ხალხი, თუ იქნება აი ეს ერთსულოვნება, ეს ერთობა, რომ მათ დატოვონ ქართული ოცნების რიგები და მე მჯერა, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 4 ოქტომბერი გაცდენილია ყოველგვარ პარტიულობას. იქ არავინ არ უნდა ვიყოთ როგორც პარტიის წარმომადგენელი ან პარტიის მხარდამჭერი. იქ უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული ერი, რომელიც მზად არის გამარჯვებისთვის და რომელიც მიიღებს გარდაუვალ გამარჯვებას. რეჟიმი მშვიდობიანად უნდა დაემხოს. ჩვენ უნდა ვიყოთ 10,000-ობით და არ უნდა შეგვეშინდეს ამ სიტყვების. დიახ, მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა, ალბათ უკან ბანერსაც ხედავთ. სოფო, ირაკლი კობახიძე მილაპარაკა ამ თემაზე დაუსვეს მას კითხვა ცოტა ხნის წინ, არ ვიცი ქონდა თუ არა შესაძლებლობა რომ მოგესმინა და ამ პროცესს უწოდა არასერიოზული და ასევე ორგანიზატორებს, ვინც ასე ვთქვათ, აანონსებენ იმ მშვიდობიან რევოლუციას, რომელზეც ესე ხშირად საუბრობთ თქვენ, უცხოელი აგენტები უწოდა. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლია კონკრეტულად და ყველას ეუბნება რომ არავინ აღიქვა სერიოზულად ეს ანონსი და ეს პროცესი. როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ კობახიძეს? ჩვენ უყურებთ ყოველდღიურად ჩამოშლილ, მხდალ, გაშიშვლებულ ქართულ ოცნებას, რომელსაც ერთადერთი რა დარჩენია, რაზე დგას ამ იმედგაცრუებაზე და თითქოს შიშზე ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანები შეეშინებინათ, მაგრამ დარწმუნდებიან და კიდევ ზუსტად იციან, რაც მოხდება 4 ოქტომბერს. ყველაზე მეტად სწორედ ამისი ეშინიათ, იმიტომ რომ ისინი იმდენად მყიფეები არიან, იმდენად მართლაც არაფერზე აღარ დგანან, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ის ქართველი ხალხი, რომლებსაც აგენტებს გვიძახიან, ის 100,000-ობით ადამიანი დიახ ვიქნებით გარეთ და აუცილებლად მშვიდობიანად დავამხობთ მათ. მათ სწორედ ამისი ეშინია და ამიტომ არის განცხადებაზე აკეთებენ და ეს არის თემა, რომელზეც სულ საუბრობენ. მათ ზუსტად იციან, რომ ჩვენ უკან არ დავიხებთ. ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ უკან. აქ აღარ არსებობს აღარც ერთი სხვა გასასვლელი. ჩვენ უკან დასახევ ნაბიჯს აღარ ვიტოვებთ. მივდივართ მხოლოდ წინ, მივდივართ მხოლოდ გამარჯვებისკენ და აუცილებლად
ქართული დროშით ხელში, ქართული დროშა, ხუთჯვრიანი დროშა, რომლითაც ასე ეშინია ბიძინა ივანიშვილს და რომელიც ყველაფერი წაგვართვა, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა ხუთჯვრიანი დროშის წართმევა, მაგრამ ვერც მოახერხებს. სწორედ ქართული ხუთჯვრიანი დროშა გაგვიძღვება წინ და აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს და ეს აუცილებლად იქნება 4 ოქტომბერს. მე ამაში ვარ დარწმუნებული და კიდევ ერთხელ მიმართა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, მეგობრებო, ყველა უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ ერთიანები. ახლა არ არის დაყოფის, ახლა არ არის პოლიტიკური და პარტიული ამბიციების და არ ვიცი რაღაცა აი ამ ვიწრო ინტერესების დრო. ახლა არის ერთადერთი რაღაცის დრო. გადავდოთ გვერდით ყველაფერი, გადავდოთ გვერდით და დავდგეთ ერთად. დავდგეთ ერთად და აუცილებლად მივიღოთ ის გამარჯვება, რომელიც გარდაუვალია, თუ ვიქნებით ერთიანები, თუ ვიქნებით ბევრნი და თუ ვიქნებით აი ასე ერთ მუშტად შეკრულები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ეს ერთობა, ამ ერთობას შეუძლია ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების მოტანა. დიდი მადლობა, სოფო, დაგემშვიდობები, ეს იყო